თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა თითოეულ ადამიანს, ვინც ჩართული იყო საახალწლო ღონისძიებებში. ღონისძიებები დასრულდა. ყინულის მოედანი კი 21 იანვრამდე ფუნქციონირებს. მოგესალმებით ყველას. დღეს პირველი მთავრობის ცნობა გვაქვს. 2025 წელს კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ შობა ახალი წელი. თითოეულ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს მინდა პირველ რიგში ჯანმრთელობა უსურვო, მშვიდობა, სიმშვიდის შენარჩუნება. დღეს არაფერი არის იმაზე ძვირფასი ვიდრე მშვიდობა და რაც ყველაზე მეტად გვჭირდება ეს არის გრძელვადიანად შევინარჩუნოთ სიმშვიდე ქვეყანაში, რაც რა თქმა უნდა გვაძლევს იმის შესაძლებლობას რომ ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდეს, წინ წავიდეს და კეთილდღეობა იგრძნოს თითოეულმა ჩვენი ქვეყნის მოქალაქემ. კიდევ ერთხელ გილოცავთ და მინდა 2025 წელი წარმატებული იყოს თითოეული ჩვენგანისთვის და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება. რაც შეეხება დედაქალაქს, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება გვაქვს დაგეგმილი, რასაც რა თქმა უნდა საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით პროექტების სახით. 2025 წლის შობა ახალი წლის სადღესასწაულო ღონისძიებები დასრულდა, რომელიც 25 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა დედაქალაქში სხვადასხვა ლოკაციებზე, იყო ორბელიანის მოედანი, დედაენის ბაღი. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადო მერიის თითოეულ თანამშრომელს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დღესასწაულის შექმნაში შეიტანა თავისი წვლილი, მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ყველა იმ კომპანიას, ვინც შესაბამის სამსახურებთან ერთად ჩართული იყო საახალწლო სოფლის ღონისძიებების ორგანიზებაში და აუცილებლად რა თქმა უნდა განსაკუთრებული მადლობა მეწარმეებს, რომელთა გარეშე საახალწლო ბაზარი წარმოუდგენელი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან ბევრი შეურაცხყოფა, შემოტევები ფაშისტური ორგანიზაციების მხრიდან, ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ საახალწლო სოფელს ემუშავა გამართულად და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის მათ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი იყო მოთხოვნა მეწარმეების მხრიდან, ჩვენ სამწუხაროდ ყველა ვერ დავაკმაყოფილეთ, თუმცა გპირდებით, რომ მომავალი წლისთვის ჩვენი საშობაო საახალწლო სივრცე იქნება კიდევ უფრო დიდი, კიდევ უფრო მასშტაბური, სადაც შევეცდებით, რომ ყველა ადამიანს დავეხმაროთ, ყველა მეწარმეს ხელი შეუწყოთ და მივცეთ შესაძლებლობა, რომ საკუთარი პროდუქციის გაყიდვა მოახერხოს საახალწლო სოფელში. მინდა მადლობა გადაუხადო ასევე არტისტებს, მსახიობებს, ბენდებს, ყველა ქართველ შემსრულებელს და შემოქმედებით ჯგუფს წარმატებული თანამშრომლობისთვის. ასევე მათი მისამართით იყო ძალიან დიდი ბულინგი, შეურაცხყოფები, თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა ეს ადამიანები დადგნენ თბილისელების გვერდით, დადგნენ ხალხის გვერდით და რა თქმა უნდა თავისი შემოქმედებით, თავისი სიმღერებით, რა თქმა უნდა გაალამაზეს ჩვენი დედაქალაქი და მინდა მადლობა გადაუხადო თითოეულ მათგანს. ჩვენ რა თქმა უნდა მზად ვართ მომავალშიც თანამშრომლობისთვის, მზად ვართ მეგობრობისთვის, მზად ვართ მხარდაჭერისთვის, დახმარებისთვის ნებისმიერ საკითხში, ნებისმიერ თემაზე მუნიციპალიტეტის მხრიდან ყველას თითოეულ თქვენგანს ექნება მაქსიმალური თანადგომა და მაქსიმალური მხარდაჭერა. რაც შეეხება საციგურაო ყინულის მოედანს, დატვირთულობისა და დიდი მოთხოვნილების გათვალისწინებით ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 21 იანვრამდე დავტოვოთ აღნიშნული სივრცე, რომელიც გააგრძელებს ფუნქციონირებას და რა თქმა უნდა ყველა მსურველს, პატარას, დიდს ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს აღნიშნული ყინულის მოედნით. ჩვენ წინა წლებისგან განსხვავებით და შედარებით ქონდა უფრო დიდი ყინულის მოედანი, თუმცა მომავალი წლისთვის შევეცდებით, რომ კიდევ უფრო მასშტაბური გავაკეთოთ, კიდევ უფრო დიდი გავაკეთოთ, იმიტომ რომ მართლაც უამრავი ადამიანი, უამრავი ახალგაზრდა სარგებლობს აღნიშნული მოედნით და ყველაფერს გავაკეთეთ, რომ მომავალი წლისთვის კიდევ უფრო ლამაზი იყოს ჩვენი დედაქალაქი, კიდევ უფრო მასშტაბური იყოს ღონისძიებები და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში თქვენი მონაწილეობა, თქვენი ჩართულობა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი.
რაც შეეხება 2025 წელს თქვენ იცით რომ ბიუჯეტი რომელიც იქნა წარდგენილი საკრებულოში და დამტკიცებული შეადგენს 2 მილიარდ 455 მილიონს ეს რა თქმა უნდა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების თანხების გათვალისწინებით რა თქმა უნდა არის რეკორდული ციფრი თუმცა დარწმუნებული ვარ იმაში რომ წლის განმავლობაში კიდევ გვექნება შესაძლებლობა გაიზარდოს დედაქალაქის ბიუჯეტი რაც მოგცემს იმის საშუალებას რომ უფრო მეტი საინტერესო პროექტი განვახორციელოთ მე საუბრის დასაწყისში გითხარით რომ ეტაპობრივად საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას ყველა იმ პროექტზე რომელიც გვაქვს დაგეგმილი თუმცა მინდა გამოვყო ორი ძირითადი მიმართულება რომელიც ბიუჯეტში არის გათვალისწინებული ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები და საკმაოდ დიდი ნაწილი თანხობრივად უჭირავს ბიუჯეტში ამ მიმართულებას და მეორე არის ჯანდაცვა და სოციალური პროგრამები ბევრჯერ მithქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ყოველთვის გვერდით დაუდგებით იმ ოჯახებს იმ ადამიანებს ვისაც ჯერ კიდევ ჭირდება სახელმწიფოს მხრიდან მუნიციპალიტეტის მხრიდან ცენტრალური მთავრობის მხრიდან მხარდაჭერა თანადგომა მიუხედავად იმისა რომ ქვეყანა ეკონომიკურად იზრდება სიღარიბეს ვამცირებთ უმუშევრობა მცირდება ქვეყანაში ცხადია არსებობს ჯერ კიდევ გამოწვევები არსებობს პრობლემები რომელსაც ჭირდება ჩვენი მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ჯერ კიდევ არსებობს სამწუხაროდ ოჯახები ვისაც ჭირდება თანადგომა მხარდაჭერა და რა თქმა უნდა ვიდრე ამის საჭიროება არსებობს არც ერთი ოჯახი არ დარჩება პრობლემების პირისპირ ყველას გვერდით დაუდგებით ყველას ექნება მხარდაჭერა ეს იქნება ჯანდაცვის პროგრამებით ეს იქნება სოციალური პროგრამებით იცოდეთ რომ მუნიციპალიტეტი დედაქალაქში ცხოვრებ ადამიანებს ყველდაირად ხელშეგიწყობთ და გვერდით დაგიდგებათ რაც შეეხება პროექტს რომელზეც მინდა ვისაუბრო მირთა მოედანზე ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიის საგზაო ნაწილის რეაბილიტაციის დაწყებას ვაპირებთ სარეაბილიტაციო არეალი გმირთა მოედნიდან ზვიადგამსახურდია სახელობის სანაპირომდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს თქვენ იცით რომ ძალიან პრობლემური ადგილია შეიძლება ითქვას რომ დედაქალაქში ერთ-ერთი ისეთი ადგილია რომელსაც თან ახლავს პრობლემები გამტარუნარიანობის თვალსაზრისით და შესაბამისად საჭიროებს მოწესრიგებას ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ მოვახდინოთ აღნიშნული ტერიტორიის გაფართოვება საგზაო ნაწილში ამ პროექტის ფარგლებში ესე იგი მოხდება გზის გაფართოვება და სრული რეაბილიტაცია ასევე გარეგანათების ქსელი მოეწყობა ახალი სანათებით ახალი ბოძები და თავისი ლედსანათებით ამ პროექტს გმირთა მოედანზეც ვაკეთებთ ხო თავისი განათებებით გმირთა მოედანზე არსებული განათების სისტემაც მთლიანად შეცვლილი იქნება ამ მიმართულებით სამუშაოები უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს კაბელარხების მიწისქვემოთ ჩატანა რომ ეს ჰაერში გადმოკიდებული ხაზები ყველაფერი მიწისქვემოთ ჩავიტანოთ და ვიზუალურადაც უკვე სხვანაირად გამოჩნდება უსაფრთხოების კონსულები მოეწყობა და აიხაზება ზებრა გადასასვლელები დამონტაჟდება შუქნიშნები რომელთაც საავტომობილო მოძრაობა დარეგულირდება ინფრასტრუქტურა რა თქმა უნდა ადაპტირებული იქნება ასევე შიშუმო პირთათვის ჩვენ მოგვიწია გარკვეული არეალების გამოსყიდვა იქ იყო ბენზინგასამართის სადგურები მოვახდინეთ ადგილმონაცვლეობა მადლობა მინდა ამ კომპანიებს უთხრა თანამშრომლობისთვის და რა თქმა უნდა აღნიშნული პროექტი მოგცემს შესაძლებლობას რომ დღეს არსებული ვითარება რაც არის გადაადგილების თვალსაზრისით უდიდეს პრობლემას წარმოადგენს კონკრეტულად აღნიშნული კვანძი მოგცემს იმის საშუალებას რომ უფრო გამართული იყოს და შედარებით უფრო თავისუფლად იქნება გადაადგილება შესაძლებელი პიკის საათებში განსაკუთრებით უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს და გვინდა რომ ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ დაახლოებით მაქსიმუმს ვიძახი 2 თვე დაჭირდება მთლიანად სამუშაოების წარმოებას დღის განმავლობაში ჩვენ ფიზიკურად ვერ მოვახერხებთ მუშაობას იმიტომ რომ ძალიან შეიზღუდება მოძრაობა და გადაადგილება გაჭირდება და სამუშაოების შესრულება ძირითადად მოგვიწევს ღამის საათებში რა თქმა უნდა მიწისქვემოთ არსებული კომუნიკაციებიც ამ კონკრეტულ არეალში იქნება მოწესრიგებული მინდა შევეხო დედაქალაქისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სატრანსპორტო პოლიტიკას
იცით რომ ამ მიმართულებით პირველივე დღიდან არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით, დავიწყეთ რეფორმის განხორციელება, რომელიც ბევრი კომპონენტისგან შედგება. ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ კომფორტული, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს სწრაფი დედაქალაქში, ამისთვის ხორციელდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მთლიანად განვაახლეთ ავტობუსების პარკი, მიკროავტობუსები, მიმდინარეობს მეტროზე მუშაობა, გამოცხადებული გვაქვს ვაგონების შესყიდვაზე ტენდერი, რომელიც უახლოეს მომავალში გაიხსნება და გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია. მეტროში მაგალითად ძალოვანი კაბელების მთლიანი ცვლილება განვახორციელეთ, ასევე გამნიავებელი სისტემები მთლიანად მოვაწესრიგეთ, ახალი აგრეგატები იქნა დაყენებული და ეტაპობრივად ასევე ვიწყებთ მეტრო სადგურების განახლებასაც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობით, რასაც ცოტა მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას. ამ რეფორმის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ელექტრომობილების სახალისებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ხელს უწყობთ დედაქალაქში, რაც უფრო მეტი ელექტრომობილი იქნება ამას მივესალმებით. იცით რომ ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისითაც ეს მნიშვნელოვანია, რომ გავაუმჯობესოთ მდგომარეობა. ბოლო წლების განმავლობაში მოიმატა ელექტრომობილების რაოდენობა, მათთვის პარკირება უფასოა, ისინი არანაირ გადასახადს არ იხდიან, გამბაჟება უფასოა და ასე შემდეგ, აღარ გავაგრძელებ ჩამოთვლას. დღეს მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვაცხადებთ აუქციონს ელექტროდამტენების მონტაჟზე, რომელზეც მოთხოვნა სულ უფრო და უფრო მზარდია დედაქალაქში ელექტრომობილებისთვის. გამოიყოფა კონკრეტული სივრცეები, სადაც დამონტაჟდება ელექტროდამტენები. აღნიშნული აუქციონის ფარგლებში დედაქალაქის ტერიტორიაზე 200-მდე ლოკაციაზე დამონტაჟდება სწრაფი ელექტროდამტენი. აუქციონი 3 ლოტად იქნება გამოცხადებული, თითოეულ ლოტში თანაბრად გადანაწილდება დასამონტაჟებელი დამტენების რაოდენობა. როგორც გითხარით, თითოეული მათგანი უნდა იყოს სწრაფი დამტენი. აუქციონში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება აპარატები დაამონტაჟოს და ფუნქციონირება დაიწყოს არა უგვიანეს 8 თვის განმავლობაში. საიჯარო ვადა იქნება 10 წელი. აღნიშნული აუქციონის დასრულების შემდეგ მოსახლეობას ელექტრომობილების მომსახურება კიდევ უფრო გაუმარტივდება. მთლიანობაში პროცესი ხელშეუწყობს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის სახალისებას, რაც თავის მხრივ ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირებასა და ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, რა თქმა უნდა, აისახება დადებითად. მინდა ვთხოვო ბიზნესის წარმომადგენლებს დაინტერესდნენ აღნიშნული პირობებით, ჩაერთონ აუქციონში, მიიღონ მონაწილეობა. განაცხადების მიღება იწარმოებს 20 კალენდარული დღის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, იქნება დიდი ინტერესი და გვეყოლება გამარჯვებული კომპანია, რომელიც აღნიშნულ პროექტს განახორციელებს ჩვენი დედაქალაქისთვის. მინდა ასევე ერთი სიახლე მოგაწოდოთ, თქვენ იცით რომ 2025 წელსაც, როგორც გასულ წელს, იქნება ხელფასების მატება 10%-ით, ეს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება არის, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ასევე გითხრათ ის, რომ საბავშვო ბაღებში დასაქმებულ 13,500-მდე თანამშრომლისთვის საჯარო სამსახურებისთვის გათვალისწინებულ 10%-იან დასთან ერთად მოხდება თითოეულ საშტატო ერთეულის სრულ განაკვეთზე ანაზღაურების 125 ლარით გაზრდა. ეს არის მიმართულება, სადაც ყველაზე დაბალი ხელფასები ჰქონდათ თანამშრომლებს და ძალიან არასახარბიელო პირობებში და მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ეს იყო პრემიერ-მინისტრის დაპირება წინასაარჩევნოდ და რა თქმა უნდა ჩვენს დაპირებას ვასრულებთ. საერთო ჯამში თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში არსებული შრომითი განაკვეთების გათვალისწინებით ხელფასები იზრდება საშუალოდ 25%-ით, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო წლების პრაქტიკის გათვალისწინებით. აქვე რა თქმა უნდა აღვნიშნო, რომ 2024 წელი საბავშვო ბაღების მიმართულებით იყო განსაკუთრებული წელი. სკოლამდელი განათლების სისტემის მხარდაჭერის მიმართულებით დედაქალაქში 5 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა და გაიხსნა.
გარდა ამისა, ორი ბაღის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, დაიწყო ახალ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 7 ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს და ჩვენ რა თქმა უნდა ამ კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით ეტაპობრივად საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ პატარებს ჰქონდეთ იმის საშუალება ნორმალურ ინფრასტრუქტურაში აღიზარდონ და ნორმალურ პირობებში ჰქონდეთ განათლების და სწავლის მიღების შესაძლებლობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თითოეულ დეტალს ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, რადგან საქმე ეხება ჩვენს შვილებს, ჩვენს პატარებს და ყველა პროექტის განხორციელებისას დაწყებული კვებიდან დამთავრებული თუნდაც სათამაშოთი და თეთრეულით განსაკუთრებული ყურადღება არის რომ იყოს სერტიფიცირებული და შეესაბამებოდეს იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც არის მოთხოვნილი და რომ პროექტები, რომელიც ჩვენ განვახორციელებთ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გათვალისწინებული იყო და მომავალშიც ეს დამოკიდებულება გვექნება. კიდევ ერთხელ გილოცავთ, მეგობრებო, შობა ახალ წელს, წარმატებებს გისურვებთ, ჯანმრთელობა პირველ რიგში, სიხარული, კეთილდღეობა თითოეულ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს, თქვენს ოჯახებს, საყვარელ ადამიანებს. დარწმუნებული ვარ, 2025 წელი იქნება კიდევ ძალიან დიდი წარმატების მომტანი და ბევრი გამარჯვებების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის. შეგვიძლია უკვე გადავიდეთ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვებზე და გადაწყვეტილებების მიღებას. მადლობა.